ერთადერთი რითაც ჩვენ შეიძლება ის მივხვდეთ ვინ არის ეს არის ჯვარცმა ქრისტე მოკვდა ჩემთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე თუ ამით ვერ მივხვდი ვინ არის ქრისტე, არანერი სასწაული, არანერი თეოლოგიური და ლოგიკური და ფილოსოფიური განმარტება და არგუმენტი მე ქრისტიანად ვერ მხდის, გესმით? აი ამიტომ არის, რომ ძალიან ცოტაა ქრისტიანი. ამაზეც ხშირად მიფიქრია, რომ მართლა ცოტანი არიან ქრისტიანები. ჯერ სხვაერთოდ ხო ცოტანი არიან. რამდენია ხა მართლმადიდებელი სამყაროში? მე ამ მართლმადიდებლებს შორის რამდენი ცდილობს იყოს გულმხურვალე და მე ამ გულმხურვალებში რამდენია ნამდვილი და რამდენია ფანატიკოსი კიდე. ძალიან ცოტანი არიან ქრისტიანები და ამ ცოტაში ჩვენ ვართ თუ არა, ვის შეუძლია ეს თქვას? და მე მიფიქრია, რომ რატომ უფალო, რატომ არიან ცოტა? უფალიც ამბობს, რომ ნუ გეშინია მცირესა ამას სამწყსოს. რატო ვართ ესე მცირე? ეთყობა უფალი არ ეძებს რაოდენობას. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ვიქნებით. იმიტომ რომ ერთი ადამიანი თავისი მნიშვნელობით არ არის ნაკლები მთელ სამყაროზე. ერთი ადამიანის სრული უსასრულობაა თავის შინაგანი მდგომარეობით. ამიტომ ერთი ადამიანი ვიმეორებ, იმდენად მნიშვნელოვანია, აი 90-100 ცხვარიდან რომ ერთი იკარგება და მიდის ამ ერთის საძიებლად. ერთი ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი მარადიული მადლით ღმერთობა და ქრისტეს მარჯვნივ ჯდომა ერთი ადამიანისაც კი ღირდა მთელ სამყაროს შექმნად. გესმით? იმდენად უსასრულოდ დიდებულება ერთი ადამიანი და სხვანაირი ცხონება და სხვანაირი მარადისობა არ არსებობს. ეგ არის მარადისობა, ეგ არის სიცოცხლე, ეგ არის უკვდავება, ეგ არის სასუფეველი, რომ შენ დაждები ქრისტეს მარჯვნივ, როგორც ქრისტე ზის მამის მარჯვნივ, როგორც აპოკალიფსში ვკითხულობ. და აი ამისთვის შექმნა ღმერთმა მთელი სამყარო. ერთი ადამიანისათვის, მაგრამ მადლობა ღმერთს ერთი კი არა, მილიონობით და მილიარდობით ცხონდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ცოტანი ხო ვართ, მაინც ვართ კიდე, ცოტანი ხო არიან ქრისტიანები, მაგრამ მილიონობით კი არა, ერთიც რომ ყოფილიყო. ღმერთი და ერთი კიდე. ესეც კი იმდენად მნიშვნელოვანია, კიდე ვიმეორებ, რომ ამისთვის ღირდა სამყაროს შექმნა, ამისთვის ღირდა ღვთის განკაცება და ჯვარცმა, რომ ერთმა შეიცნო. ამიტომ რატო კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ ერთი არ არის ნაკლები მთელ კაცობრიობაზე და მთელი კაცობრიობა არ არის მეტი ვიდრე ერთზე. თითოეული პიროვნება სრული უსასრულობა არის. უფსკულია, რომელსაც ღმერთის გარდა არაფერი ავსებს. და თუ კითხვას დავსვათ, რომ აბა იმ დანარჩენებს რა უყოთ? აი აქ არის სწორედ ჩვენი პრობლემა, როცა ჩვენ ვიწყებთ მზრუნვას კაცობრიობაზე, ღმერთზე მეტად, თითქოს ღმერთზე მეტად შეგვიძლია კაცობრიობის სიყვარული, როცა ჩვენი მეზობელი არ გვიყვარს და ჩვენი ოჯახის წევრი არ გვიყვარს. როგორ უნდა გავბედო მე აი ამის გაპროტესტება და აბა კაცო ის ვიღაცებმა რომ ქრისტე არ შეიცნეს და ღმერთის სიყვარული ვაკრიტიკო, თან რომ არაფერი არ ვიცი რა იქნება და როგორ იქნება, როდესაც მე ჩემი ოჯახის წევრების სიყვარული მიიჭირს, ან საერთოდ არ შემიძლია.